ჩვენ ვიწყებთ სალექციო კურს ეგზისტენციალიზმის შესახებ. პირველ რიგში დიდი მადლობა მწერალთა სახლს და ქალბატონ ქეთი დუმბაძეს ამ შესაძლებლობისთვის, რომ გამოგვიყო, ასე ვთქვათ, სივრცე და მოგცა საშუალება, რომ ამ შვენიერ გარემოში შევხვედროდით ერთმანეთს და ეგზისტენციალიზმის შესახებ ბევრი რაღაცის თქვა შეიძლება, ზოგადად დასავლური ფილოსოფიის განუყოფელი შემადგენელია ის, მაგრამ საკუთრივ პირველი კითხვა, რაც ჩემი აზრით უნდა დაისვას, არის შემდეგი. ჩვენ დასავლეთის ფილოსოფიაში ხვდებით სხვადასხვა ფილოსოფიურ სისტემებს. იქნება ეს ჰეგელის ფილოსოფია, ზოგადად გერმანული კლასიკური იდეალიზმი, ანტიკური ფილოსოფია და ეგზისტენციალიზმი მათ შორის. შეკითხვა ჩდება თუ რატომ არსებობს ამდენი ფილოსოფია, რა განაპირობებს ამას. ეს შეკითხვა არის ფუნდამენტური, რათა გავიგოთ უკვე საკუთრივ ეგზისტენციალიზმის არსის შესახებ. იმიტომ რომ ეგზისტენციალიზმი არის კიდევ ერთხელ დასავლური კულტურის და დასავლური ფილოსოფიის ორგანული შემადგენელი, ის ასე ვთქვათ, ამოწვერილია ამ მთლიანობიდან და სწორედ აი ამ მთლიანობაში უნდა იქნას ის მოაზრებული. პირველი რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის ზოგადად რატომაც არსებობს ამდენი ფილოსოფია, ეს არის ფილოსოფოსთა ინდივიდუალობა და თემატური პრეფერენციები, ანუ მათი, ასე ვთქვათ, გენეალოგია, ის თუ საიდან მოდიან ფილოსოფოსები, რა ბექგრაუნდით, როგორც დღეს ამბობენ, რა ტიპის, ასე ვთქვათ, რა ტიპის პარადიგმაში იმყოფებიან და აქედან გამომდინარე ჩვენ ხედავთ, რომ მათი ტემპერამენტი, ინდივიდუალობა განსაზღვრავს იმას, რომ პირობითად, მაგალითად, სპინოზას ფილოსოფია არის ძალიან, ვთქვათ, გეომეტრიულად აგებული ეთიკა, ხოლო სხვა ფილოსოფიები უფრო ნაკლებ სისტემურობით გამოირჩევიან. და ასე შემდეგ. მეორე მომენტი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის პარადიგმული და ისტორიული ვითარება. ანუ ის პარადიგმა და ის ისტორიული ვითარება, სადაც წარმოიშვება ესა თუ ის ფილოსოფია. ანუ ფილოსოფია, როგორც ასე ვთქვათ, ეპოქა ასახული აზრებში, ეს არის ერთგვარი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რატომაც ჩვენ გვაქვს დასავლური ფილოსოფიის რუკაზე ასეთი მრავალფეროვნება ფილოსოფიური სისტემების. აი მაგალითად კანტის ფილოსოფია, ჩვენ ვიცით, რომ არის ერთგვარი პასუხი მოურიგებელ იმ ეპოქისთვის პრობლემაზე, რასაც ქვია რაციონალიზმის, რომელიც თქვა გონების პრიმატზე აპელირებდა და ემპირიზმის, რომელიც თქვა საბუნებისმეტყველო ადრეულ კვლევებზე ორიენტირებდა, აი ამ ორის მორიგების ცდელობა. მაგალითად პოსტმოდერნული ფილოსოფია, ეს არის ერთგვარად მე-20 საუკუნის კატასტროფებზე პასუხის ფილოსოფია და ასე ვთქვათ დანაწევრებული სამყაროს ფილოსოფია. შესაბამისად, ეს მეორე მომენტიც უნდა გქონდეს მხედველობაში, როდესაც ვცდილობთ უპასუხოთ კითხვას, თუ რატომ არსებობს ამდენი ფილოსოფიური სისტემა. კიდევ ერთი მომენტი, შეგვიძლია ესე 7 კომპონენტი ჩამოვთვალოთ, ცხადია ეს 7 არ არის დოგმატური რიცხვი და ეს კომპონენტები, რასაც ახლა ვთვლი, არის ურთიერთთანაკვეთადი და ხშირად რაღაც საერთო მდგენელიც აქვთ. მაგრამ საორიენტაციოდ ავიღოთ ეს რიცხვი 7. მესამე მომენტი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ერთგვარი ინტელექტუალური უთანხმოება. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ფილოსოფიაც როგორც ყველაფერი არსებული გარკვეულ დიალექტიკურ დაპირისპირების მდინარეში არსებობს და შესაბამისად ინტერპრეტაციები იბადება განსხვავებული, ხო? განსხვავებული ერთმანეთისგან, როგორც მაგალითად პირობითად აი ესე ეგზისტენციალიზმზე რო ვთქვათ, ჰაიდეგერისეული ეგზისტენციალიზმი და სარტრის ეგზისტენციალიზმი არის განსხვავებული ხედვები, თუმცა ისინი რაღაც ეგზისტენციალიზმის საერთო ოჯახს მიეკუთვნება. შესაბამისად ეს სამყაროს ეს დაპირისპირებულობის ბუნება უკვე ინტელექტუალურ უთანხმოებაში აისახება ცხადია. კიდევ ერთი, რაც ამავე დაპირისპირებიდან შეიძლება ამოიზარდოს, მე-4 კომპონენტი, ეს გახლავთ განსხვავებული პასუხები ფუნდამენტურ შეკითხვებზე, ხო? ისეთი შეკითხვები, როგორიც არის რა არის არსებობა, რომელი სფერო არის, ვთქვათ, პრიმატული, უფრო უპირატესი, სუბიექტური თუ ობიექტური, ვთქვათ, რა არის ადამიანი, როგორი ვთქვათ, რა არის ადამიანის როლი ამ სამყაროში. ყოველივე ამაზე, სხვათა შორის წინა კომპონენტებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პასუხი გაეცემა. სწორედ ეს ხდება, ვთქვათ, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური ესე უთანხმოებაც ხშირად აი ამაზე მეტყველებს, ხო?
მაგალითად ეგზისტენციალიზმის შემთხვევაში რო ვთქვათ, ეს არის უფრო მეტად ის აპელირებს რაღაც ადამიანის გამორჩეულობაზე, ადამიანის რაღაც შინაგან სამყაროზე და ამ შემთხვევაში ის ცდილობს უფრო მეტად რომ იყოს რაღაცნაირი უფრო მეტად თითქოს სუბიექტივისტური ფილოსოფია არის. თუმცა მხოლოდ თითქოს და მე შევეხოთ რატომ თითქოს. კიდევ ერთი მომენტი, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, როდესაც ვფიქრობთ, ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ სისტემათა მრავალფეროვნებაზე, ეს გახლავთ ძალაუფლება და სოციალური სტრუქტურა, ხო? ფილოსოფიები ის, ალბათ დააკვირდებით, რომ ყველა ეს კომპონენტი რაღაცნაირად მაინც დაპირისპირებულობის რაღაც კონკრეტული მომენტები არიან. ანუ ძალაუფლების როლი და სოციალური სტრუქტურა, ხო, ხო, რო ავიღოთ ჩვენ მაგალითად განმაათლებლობის ფილოსოფია, ეს აღორძინება, კანტი და სხვა მოაზროვნეები, ეს არის რაღაცნაირად მაგალითად ისტორიულად აღმავალი ბურჟუაზიის, ვთქვათ, თამდევი პროცესი, თამდევი და ხშირად გამსაზღვრელი პროცესიც, იმიტომ რომ კანტის თეორიაზე მაგალითად საუბრობენ, რომ კანტის თეორია ეს არის, ვთქვათ, ფრანგული რევოლუციის გერმანული თეორია, ხო? ანუ ესე იგი ჩვენ უნდა გავიაზროთ სწორედ ის, რომ ნებისმიერი ეს ფილოსოფია არ არის გარდა ამ ვთქვათ ინდივიდუალურ ფილოსოფოსთა ტემპერამენტისა, მათი ვთქვათ ფსიქოტიპისა, გარდა ამ პარადიგმული ვითარებისა და ამ ურთიერთკინკლაობისა, ზოგად უფრო დიდ ძალაუფლებით სოციალურ სტრუქტურაში არიან ისინი დაფუძნებულები. იგივე ახლა ჩვენ ამ კურსში არ განვიხილავთ სიმონ დე ბოუარის ფილოსოფიას, რომელიც იყო ქალი ეგზისტენციალიზმი, ის თქვათ აი პატრიარქალურ საზოგადოებების საპირწონედ აგებდა თავის ფილოსოფიას, იგივე პოსტკოლონიური თეორიები, რომლებიც თქვათ იმპერიალიზმის საპირწონედ ცდილობენ ფილოსოფიურ კატეგორიათა შემუშავებას და იგივე თქვათ მარქსისტული ფილოსოფია, რომელიც ყველამ ვიცით, რომ გარკვეულ კლასთა ბრძოლაზე ახდენს აპელირებას. კიდევ ერთი მომენტი მე-6 ამ შემთხვევაში ეს გახლავთ კვლევისა და ცოდნის განვითარებადი ბუნება. ანუ ახლა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ჩვენ რაღაცნაირად მაინც ყველა ეს კომპონენტი ცხადია, როგორც ვერაფერი ვერ დაუსხლტება დიალექტიკას და რაღაც დაპირისპირებულობის ბუნებას. იმიტომ რომ ნებისმიერი ცოდნები ფართოვდება, ეხა იგივე მაგალითად მე-20 საუკუნეში, როდესაც შემოდის, თქვათ, სუბატომური ფიზიკა, ასე იგი ფართოდ ვითარდება, შემოდის ისეთი მომენტები, როგორიც არის, თქვათ, კვანტური მექანიკა და საუბრობს, თქვათ, რეალობის სხვადასხვა მომენტში, ხო, რეალობის სხვადასხვა სიღრმეზე და სხვადასხვა მიახლოებაში, სხვადასხვა კანონები მუშაობენ, ეს უკვე ფუნდამენტურად ცვლის იმ მასალას, რომელზეც ფილოსოფიამ უნდა იმუშაოს, ხო? აქ უფრო მეტად იზრდება ამ შემთხვევაში რელატივიზმის პოტენციალობა, რელატივიზმის შესაძლებლობა, რო თქვა, რომ ჩვენც რაღაცნაირად ამ რელატიურობაში ვარ დაფუძნებული, რომ მაგალითად ჩვენი პერსპექტივები უფრო უპირატესია და ჩვენ არ ვცხოვრობთ და რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ რაღაც ობიექტურად გაფორმებულ სამყაროში, როგორც თქვათ შეიძლება ანტიკური ფილოსოფიის დიდ ადამიანებს ეგონათ. ანუ ესეთი მომენტები ძალიან მნიშვნელობს, ამ ცოდნის განვითარება, ცოდნის დაგროვება, ცოდნის აკუმულაცია და მასზე ერთგვარი რეფლექსია არის ფილოსოფიის ასე ვთქვათ ფილოსოფიურ მრავალფეროვნების მდგენელი, ხო? და ბოლო, კიდევ ერთხელ პირობითად ბოლო, ეს არის სამყაროს და ზოგადად ადამიანური გამოცდილების მრავალფეროვნება, იმიტომ რომ იგივე ეგზისტენციალისტები, როდესაც საუბრობენ მაგალითად ზრწოლაზე, შიშზე და ასე შემდეგ, ხო, ისინი გარკვეულ სელექციას ახდენენ იმ სამყაროს თუ ადამიანური მრავალფეროვნებიდან, რაც მოცემული აქვთ და ცდილობენ მათ ერთგვარი, ასე ვთქვათ, მახვილი დაუსვან, ანუ მნიშვნელობა მიანიჭონ, ან უბრალოდ ამოიკითხონ ის მნიშვნელობა, რომელიც მათ გააჩნიათ სამყაროში. ვამბობთ სამყაროს და ადამიანურ გამოცდილებას, რადგან ეგზისტენციალისტებისთვის ესეც წინ და წინვე ვიცოდეთ, სამყაროსა და ადამიანის მოწყვეტილობა არის ერთგვარი მთავარი საჯილდაო ქვა, მთავარი საკითხი, რომლის გადალახვას და თუ რომლის თეორიულ გადაწყვეტასაც ისინი ცდილობენ. ცდილობენ სხვადასხვანაირად, სხვადასხვაგვარად, იმიტომ რომ ეგზისტენციალიზმი ძალიან ფართო ისტორიული მოვლენა გახლავთ, რომელიც ცხადია ისევ მიმდინარეობს მიზესთა გამო.
ანუ ეს 7 პრინციპი ხადია კიდევ ერთხელ ეს პირობითი პრინციპი, რომელიც ეფუძნება დიალექტიკურ დაპირისპირებას, სამყაროს მნიშვნელობას და რეალურად გვიჩენს კითხვას თუ რატომ არის აი ამ 7 პრინციპის ფონზე როგორ შეიძლება გავაშუქოთ ეგზისტენციალიზმი. ჩვენ ეს 7 პრინციპი ჩამოთვალეთ, რათა გვეჩვენებინა, რომ რაღაც დასავლურ ფილოსოფიაში და ზოგადად აზროვნების ისტორიაში მრავალფეროვნება, ეს პარადიგმული ფილოსოფიური მრავალფეროვნება არის განპირობებული და კითხვა, რომელიც შეიძლება თქვათ ადრეულ სტადიაზე, შემეცნების ადრეულ სტადიაზე მყოფ ფილოსოფოს გაუჩნდეს, თუ რატომ ამდენი ფილოსოფია აქვს კონკრეტული პასუხები, თუმცა კიდევ ერთხელ, რადგან ჩვენ ეგზისტენციალიზმზე ვსაუბრობთ, ეს პასუხები არ არის თქვათ ფიქსირებული და დოგმატური, იმიტომ რომ ეგზისტენციალიზმს ზოგადად დოგმატიზმი არ უყვარს და თავის ერთ-ერთ დიალექტიკურ ოპონენტად მიიჩნევს სწორედ დოგმატიზმს. ჩვენ როგორც თქვით, პირველი ეს გახლავთ ფილოსოფიურ, ასე ვთქვათ, ფილოსოფოსთა ინდივიდუალობა და ფილოსოფიურ, ასე ვთქვათ, ინდივიდუალობა და თემატური პრეფერენციები. ანუ კონკრეტული ფილოსოფოსების ტემპერამენტი, მათი გენეალოგია, მათი ცხოვრებისეული ბექგრაუნდი, თუ საიდან არიან ისინი ამოსულები, ეს ყველაფერი და ის თუ რა თემებს ირჩევენ ისინი აქედან გამომდინარე. და აი პირველი კომპონენტის შუქზე რა შეიძლება ვთქვათ ეგზისტენციალიზმის შესახებ. პირველ რიგში რაც უნდა ვიცოდეთ, ეგზისტენციალიზმი ეს არ არის ისეთივე ვთქვათ რაღაც გამართული სკოლა, როდესაც ვთქვათ კვლევრები ერთად ხდებიან, როგორც ვთქვათ ფრანკფურტის სკოლის მე-20 საუკუნის ნეომარქსისტი ფილოსოფოსები და სოციოლოგები, არც ისეთი როგორც ვთქვათ პოზიტივისტი, ვთქვათ ვენის ლოგიკური პოზიტივისტების წრე იყო, ანუ ეს არ არის ვთქვათ, ეს არის უფრო ცალკეულ ინდივიდთა კრებული, რომელსაც პოსტფაქტუმ ეწოდა ეგზისტენციალისტები. კიდევ უარესი, ეგზისტენციალისტების მთელი წყება, დიდი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები, საერთოდაც ამ კატეგორიას, რომ მათ ეწოდოთ ეგზისტენციალისტები, უარყოფენ და ამბობენ, რომ მე არ ვარ ეგზისტენციალისტი. მაგალითად, ალბერ კამიუ, ცნობილი ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები ვიძალადოთ მის, ასე ვთქვათ, სურვილზე რომ არ დაერქვათ მისთვის ეგზისტენციალისტი, ამბობდა, რომ ეს არ იყო. იგივე ჰაიდეგერიც რაღაცნაირად სარტრთან ამ კონკურენციაში ცდილობდა დისტანცირებას, თუმცა ამ მიზეზს, რატომაც ისინი ვთქვათ, გაურბოდნენ აი ამ სტატუსს აქვს კონკრეტული ეს ისტორიული და დიალექტიკური მიზეზი, ეს გახლავთ ის, რომ უფრო მეტად სარტრთან ასოცირება, დიდ ფრანგ ფილოსოფოს ჟან-პოლ სარტრთან ასოცირება, მისგან დისტანცირებას ცდილობდნენ, იმიტომ რომ სარტრთან იყო ასოცირებული მაინც ეს ეგზისტენციალიზმის ეს ტერმინი, როგორც ასეთი, თუმცა ფილოსოფიის ასე ვთქვათ ხიბლიც ის არის, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რაღაცნაირად ტერმინების მიღმა დავინახოთ სამყარო და თუ საჭირო არის მათ შორის ვიძალადოთ ამ ფილოსოფოსების ნათქვამზეც, როდესაც ისინი ამბობენ, რომ მე არ ვარ ესა თუ ის. და მათ შორის ეს ძალადობა აქვს ჩადენილი მარტინ ჰაიდეგერს, როდესაც ის ვთქვათ პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ ამ წიგნში თუ ზუსტად მახსოვს, ამბობს, რომ ვთქვათ პლატონის ფილოსოფიის ამოკითხვა არის რთული, იმიტომ რომ ის ვთქვათ რაღაც ურთიერთ კავშირში უნდა დაინახო, რაც შეუძლებელია, მაგრამ უნდა შევძლოთ რაღაცნაირად მასში უთქმელი ამოვიკითხოთ. ანუ საერთოდ ტექსტის ბუნება გახლავთ ის, რომ ის არის ღია, ის არის რაღაც ისეთი, რომელიც ცხადია რაღაც საზღვრებით ღია, მაგრამ ის ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს და ეს ინტერპრეტაციის შესაძლებლობები არის ის რაც ხშირად ვთქვათ შემდეგ პოსტფაქტუმ უკვე გვაფიქრებინებს, რომ მაგალითად ამ შემთხვევაში ეს ადამიანები შეიძლება რაღაც საერთო ქოლგის ქვეშ გავაერთიანოთ, რასაც ქვია ეგზისტენციალისტები. თუმცა აქ ჩდება კითხვა, რომ ხმა ეს ხო არ არის რაღაც თქვა ფილოსოფიის ისტორიკოსის ძალადობა ამ ფილოსოფოსებზე. ეს ფილოსოფოსები არიან ჰაიდეგერ, კირკეგორი, რომელიც მიიჩნევა ეგზისტენციალიზმის მამად, ნიცშე, ჰაიდეგერი, იასპერსი, ასევე სარტრი, ესპანელი მოაზროვნეები და მწერლები, როგორებიც არიან მიგელ დე უნამუნო და ესე იგი ხოსე ორტეგა ი გასეტი, მარტინ ბუბერი, ანუ ერთის მხრივ ანუ მთელი სპექტრი, გაბრიელ მარსელი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ესე იგი ეგზისტენციალისტები შეიძლება
პირობითი გაყოფით გავყოთ უფრო თეისტ და უფრო ათეისტ ეგზისტენციალისტებად. თეისტები არიან, თქვათ, იგივე კირკეგორი, გაბრიელ მარსელი, ეს კათოლიკე და რომლის სახელსაც უკავშირდება საერთოდ ამ ტერმინის შემოღება. თეისტები და უფრო შედარებით ათეისტები, შედარებით ვამბობ, იმიტომ რომ თეიზმი და ათეიზმი ძალიან ესეთი გაცვეთილი ტერმინებია და შემდეგ დავინახავთ, რომ არც ისე მარტივად არის, როდესაც ამ იარლიყებს ვანაწილებ. ხო, ანუ ეს საერთოდ აი მაგალითად ფრანგი მოაზროვნე პოლ რიკიორი მიიჩნევდა საერთოდ რომ შეუძლებელია კირკეგორს უწოდოთ ეგზისტენციალიზმის მამა, იმიტომ რომ ესეთი რაღაც საერთო სკოლა არც არსებობდაო, მაგრამ ნუ ჩვენ მაინც უფრო ვცდილობთ რომ ამ სკოლის არსებობის მიუხედავად ვნახოთ ის საერთო მდგენელები, რაც შემდეგ პოსტფაქტუმ უკვე ვაფიქრებინებს, რომ აი ეს ჯგუფი ფილოსოფოსებისა არიან მართლაც ეგზისტენციალისტები. მეორე კომპონენტი რაც იყო შეგახსენებთ პარადიგმული ისტორიული ვითარება, საიდანაც ასე ვთქვათ ამოიწვერა ეს ჩვენი ეგზისტენციალიზმი, გახლავთ ვითარება დასავლური კულტურისა, როდესაც რელიგია გარკვეული აზრით არის კრიზისში, არის სამეცნიერო ცოდნის აღზევება და ყოველივე ის რაც უწინ მიიჩნეოდა თავისთავად ცხადად, რაც მიიჩნეოდა ერთგვარ რწმენის თავისთავადობად, ეს პარადიგმულად არის დარღვეული უკვე და ეს მათ შორის იწვევს ფილოსოფოსებში იმ რეფლექსიებს, თუ აი სამეცნიერო ცოდნა იზრდება და რა ადგილი რჩება რელიგიას, რა ადგილი რჩება თქვა ჩვენს ხედვებს რელიგიის შესახებ და აქაც როგორც ვთქვით განსხვავებულები არიან პასუხებში. დღეს უფრო ლექციის მეორე ნაწილში ჩვენ კირკეგორის ფილოსოფიას განვიხილავთ და ვნახავთ რომ კირკეგორი ეს ეგზისტენციალიზმის მამად მიჩნეული ეს დანიელი ფილოსოფოსი არის უფრო თეიზმის და რელიგიის მხარეს. ანუ ეს პარადიგმული ისტორიული ვითარება, როგორც ვთქვით, ეს გახლავთ კრიზისი რელიგიის, ცივილიზაციის კრიზისი და ერთგვარად ის დაქსაქსულობა, რომელიც უკვე შემოიტანა მეცნიერული ცოდნის ზრდამ და შეკითხვათა წყება წარმოაჩინა თუ რა ნაირი უნდა იყოს ჩვენი ხედვები რელიგიაზე, რა შეიძლება დავიჯეროთ მისგან და რა არა. ერთი სიტყვით ეს არის დასავლური ფილოსოფიის, დასავლური კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი და ეს დღევანდელი ჩვენი საზოგადოებრივი დისკურსისთვისაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც რაღაც ვთქვათ დასავლურ კულტურაში თუ ყოველდღიურობაში მიმდინარე ასპექტებს ვხედავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამას აქვს თავისი სიღრმისეული ფესვები. ამ ფრიდრიხ ნიცშემ დაგვიანონსა, ასე ვთქვათ, რომ 200 წლიანი შოუ გველოდა დასავლური კულტურის არენაზე გამომდინარე ამ წარსული რყევებისა. სხვათა შორის ეს ეგზისტენციალიზმი არის მათ შორის რაღაც შემთხვევითის და მოულოდნელის, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური გაფორმება ერთგვარად და ეს არის ერთგვარ პასუხი მათ შორის დიდი დასავლური ფილოსოფიის, რაც იყო გერმანული კლასიკური იდეალიზმის აპოგეა, მისი აპოთეოსი, მისი მწვერვალი, ჰეგელის ფილოსოფია და ეს არის პასუხი ჰეგელის ფილოსოფიაზე, კირკეგორი პირველი მამა, ასე ვთქვათ, ეგზისტენციალიზმის, სწორედ და ჰეგელის დიალექტიკურ უბრალოდ ჰეგელის დიალექტიკას და ჰეგელის არა იმდენ დიალექტიკას, ჰეგელის ვთქვათ ობიექტივისტურ ხედვებს ებრძვის, ხო? ეგზისტენციალიზმი ეს არის რაღაცნაირად პიროვნების პერსონალისტური ინდივიდუალიზმის შინაგანი ადამიანის ფილოსოფია და კირკეგორი ამბობს, რომ როდესაც ჰეგელმა ააგო სისტემა, სადაც სოფლიო გონი კი ცხადია, მას შენარჩუნებული აქვს დიდი, ასე ვთქვათ, რელიგიური თუ თეისტური ფუნდამენტი, მაგრამ გარკვეული აზრით ეს კარგავს ადამიანის შინაგანობას, რადგან ყველაფერი ხდება ობიექტივირებული და რაღაცნაირად სისტემურობა, რაც ჰეგელის ფილოსოფიის უპირატესობა და ნაკლის გახლავთ, არის ის, რის წინააღმდეგაც ცდილობს კირკეგორი იბრძოლოს. ანუ ერთი სიტყვით ეგზისტენციალიზმი ეპასუხება სისტემატურ ფილოსოფიას. თუმცა მეორეს მხრივ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის მართალია ეს კლიშე, რასაც ხშირად ხვდებით, ეს კლიშე გახლავთ, რომ თითქოს ეგზისტენციალიზმი ეს არის ირაციონალიზმი, რომ ეგზისტენციალისტები, თქო, არგუმენტაციაში მოიკოჭლებდნენ, ხა იგივე მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიას თუ გავეცნობით, აქ დავინახავთ, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე
ანუ ერთი სიტყვით აქ საქმე არის არა იმდენად არგუმენტაციის ნაკლებობაში თუ არგუმენტაციის სისუსტეში, რამდენადაც გაშუქების პრიზმაში, ანუ იმაში თუ როგორ და რას გააშუქებენ, როგორ ხედავენ მაგალითად ადამიანის რაციონალობას, ხო? და ერთი როგორც ხედავენ ისინი ამბობენ, რომ ეს რაციონალობა, რომელიც თქვა ამ ადრეულმა განმანათლებობამ გამოიტანა წინა პლანზე, არის ძალიან არამყარ და რაღაც ესეთი ძალიან მყიფერამ გახლავთ და უფრო ჩვენი ეგზისტენციის, ჩვენი ასე ვთქვათ, სულის ესე ძალიან ესეთი გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენი ფსიქეს სტრუქტურა არის უფრო ღრმა და ესეთი რაღაც მშრალი რაციონალიზმი არის ის რასაც უნდა ვებრძოლოთ ყველანაირ, თუმცა ვებრძოლოთ მათ შორის ამ რაციონალიზმის ვთქვათ არგუმენტაციული შემადგენელით. ანუ ერთი სიტყვით ის რომ ვთქვათ ეგზისტენციალიზმი იბრძვის ჰეგელის ფილოსოფიასთან, მათ შორის ნიცშეც შეგვიძლია ვთქვათ და რაღაც აზრით წხვებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ებრძვიან ვთქვათ აი ამ მათ შორის ამ ჰეგელის და ვთქვათ რაციონალობის ამ არგუმენტაციულ მხარეს, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ხედავენ იმ საფრთხეს, რაც მოაქვს ამ ადრეულ განმანათლებლობას მეცნიერების ასე ვთქვათ ზრდას. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ რაღაც ბანალურად მეცნიერება არის ცუდი. რაც შეიძლება ვთქვათ, რომ არის ცუდი, ეს არის რაღაც სიენტიზმი, როდესაც მეცნიერება ცდილობს დაიკავოს რელიგიის ადგილი. როდესაც მეცნიერება ცდილობს თქვას, რომ მე ვარ შემეცნების ერთადერთი და დომინანტური ფორმა. იმიტომ რომ მეცნიერებას აქვს თავის როლი, გვასწავლიან ეგზისტენციალისტები და ეს როლი მათ შორის ასევე ეგზისტენციალისტების და ჰაიდეგერის და ნიცშეს აზრით არის ერთგვარად ადამიანური პრაქტიკის, ადამიანური ეგზისტენციის, ადამიანური არსებობის წარმოებული. ანუ ჩვენ როდესაც რაღაც მეცნიერულ აქტივობაში შევდივართ, ეს არის ჩვენი ინტენციონალური, ჩვენი დაინტერესებული აქტივობა და ამ დაინტერესებულ აქტივობაში ჩვენ ასე ვთქვათ ვართ და ამის გაგრძელება ერთგვარად ეს თქვათ სამეცნიერო აქტივობა, ხო? აი ეს რომ გადავიდეთ შემდეგ კომპონენტზე, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, თუ როგორ პასუხობს ეგზისტენციალიზმი მეოთხე კომპონენტს, ეს არის იმ ფილოსოფიური შეკითხვების შესახებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი მთელი რიგი მომენტები, რაც ჩვენ შეგვიძლია ეგზისტენციალიზმში გამოვყოთ, არის მისი დავა ესენციალიზმთან. საკუთრივ ეგზისტენციალიზმი და ესენციალიზმი ერთგვარად არის ორი ურთიერთსაპირისპირო გააზრება სამყაროსი, ხო? ესენციალიზმი გვეუბნება, რომ ჩვენ რაღაცა აზრით ჩვენ ვართ რაღაცა წინასწარ მოცემულობაში ვართ, ჩვენი რაღაც სამოქმედო პროგრამა არის წინასწარ განსაზღვრული, ზოგიერთი ესენციალისტები, ვთქვათ, როგორაც ალბათ პლატონიც უნდა მივიჩნიოთ, არის გვეტყვის, რომ რაღაცა ტიპის სიკეთე შეიძლება იყოს ეს ჩვენი, ვთქვათ, ესენცია, ჩვენი რაღაც არსი და ეგზისტენციალისტები, უმრავლესობა მათგანი შეიძლება არა ისე ცხადად, როგორც სარტრი ამბობდა, რომ ვთქვათ, ეგზისტენცია წინ უსწრებს ესენციას, ანუ ესე იგი არსებობა წინ უსწრებს არსს. ეგზისტენციალისტები ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც აზრით ჩვენში გულისხმობენ ადამიანს, ჩვენ ვართ რაღაც აზრით თვითდადგენადი არსებები. განსხვავებით მაგალითად აი ამ კალმისგან, რომელიც ფუნქციურად წინასწარ განსაზღვრულია, ხო? მისი არსი წინასწარ დადგენილია, მისი არსი არის, რომ ვთქვათ, ის უნდა წერდეს და ვთქვათ, ამ რაღაც პრაქტიკულ აქტივობაში იყოს ჩართული. მაგრამ ადამიანი, გვეუბნებიან ეგზისტენციალისტები, არის განსხვავებული არსება. ანუ ადამიანი გასაგებია, რომ ის არის რაღაც ტიპის შეზღუდულობებში არსებობს, ხო? მაგრამ ის არის ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი არსება, რომელსაც შეუძლია ერთგვარად თვითდადგინება, ხო? პირობითად შეიძლება ადამიანი ვერ იტყვის, რომ ჩემი არსი არის ვიყო ჟურნალისტი, ან ვერ იტყვის, რომ ჩემი არსი არის ვიყო ინჟინერი, ან ჩემი არსი არის ვიყო დედა, ან არსი არის ვიყო მამა. ანუ ჩვენ ვართ დაწყევლილები, ვიყო თავისუფალი, ასე გვეუბნება ესე იგი ჟან-პოლ სარტრი და ეს დაწყევლილობა არის ჩვენი ერთის მხრივ წყევლაც და მეორეს მხრივ ეს არის ჩვენი ცხონებაც შეიძლება ითქვას. ყოველ შემთხვევაში კირკეგორი ასე ფიქრობს, რომ ეს არის ცხონების გზა, თუმცა რამდენად ბოლომდე განავითარებს ამას ლექციის მეორე ნაწილში, როდესაც კირკეგორს განვიხილავთ, ჩვენ გავიაზრებთ და უახლოვდებით კიდეც ამ მეორე ნაწილს როგორც ხვდებით.
ხო, ანუ ესე იგი ჩვენ ვთქვით რომ ესე იგი ძალაუფლებითი როლი ეს მეხუთე კომპონენტი რაც შეიძლება ვთქვათ არის სწორედ აი ეს დაპირისპირება ხო პრინციპში რაც ვთქვით აი ამ ანუ ადამიანის გადარჩენა ეგზისტენციალიზმი ცდილობს შინაგანი ადამიანის ხსნას ერთგვარად ეგზისტენციალიზმის არსია რომ მან იხსნას შინაგანი ადამიანი და რისგან უნდა იხსნას მან ეს შინაგანი ადამიანი ეს არის მაგალითად იგივე ჰეგელთან აი კირკეგორი ამბობს პირდაპირ რომ ამ ისტორიული დიდი მანქანის ამ ისტორიული დიდი მთლიანობის ლოგიკა რომელიც ჩვენ ყველას გვეხება რაღაცნაირად ჩვენ უნდა შემოვინახოთ რაღაცნაირად უნდა დავიცვათ ის შინაგანობა რაც ახასიათებს ადამიანს. ერთის მხრივ ჩვენ ახლა ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ რომ ომები არ არის იშვიათობა სამწუხაროდ და აი ამ მომენტში შენ როდესაც ფიქრობ რა ადამიანი რომელიც რაღაც შინაგანი მდგენელი გახასიათებს მაგრამ როდესაც ისტორიის დემონები გიკაკუნებენ სულის კარზე და გეუბნებიან რომ შენც რაღაც აზრით აი ამ მორევში ცდილობენ შენ ჩართვას სწორედ აი აქ გვაგონდება მაგალითად კირკეგორის განაზრება იმაზე რომ ადამიანის შინაგანი ადამიანი რაღაც აზრით ამ სოფლიო ისტორიის შთანთქმის ობიექტად მაინც არ უნდა ვაქციოთ. თუმცა ცხადია ჩვენ ისტორია ადრე თუ გვიან მაინც რაღაც აზრით ჩაგვითრევს თავის თავში, თუმცა რაც სადავეები გვეუბნება კირკეგორი, რაღაცა ტიპის სადავეები ჩვენ გვაქვს, ეს არის შინაგანი თავისუფლება, შინაგანი ადამიანი, რომელმაც უნდა შეძლოს თუ ის ვერ იქცევა მდინარედ, თუ მას არ შეუწყობს ხელს ეპოქა, თავისი თქვათ ამ რაღაცა ტიპის ვითარებებით, შემთხვევითობებით მათ შორის, ის მაინც უნდა იყოს ოაზისი დიდ უდაბნოში, რომელიც ჩვენ გარემო გვიცავს, იმიტომ რომ რაღაც აზრით ჩვენი არსებობა, ეს ჩვენი დაწყევლილობა, ერთის მხრივ ჩვენ ვართ ბიოლოგიური არსებები, ჩვენ ვექვემდებარებით თქვათ ამ მთელ რიგ ბიოლოგიურ და ბუნებრივ მოცემულობებს და მდგენელებს, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვართ თავისუფლებით დაწყევლილი არსებები, რომლებსაც შეგვიძლია რომ ავირჩიოთ თუ ამ ბუნებას რა ვუქნათ. მაგრამ კითხვა რაც ჩდება არის რომ რამდენად არის ეს თავისუფლება ეს თავისუფლება ხომ არის იყო წინასწარმოცემული, განსაზღვრული, რომ აი ჩვენ ამ სამყაროს რაღაც თქვა შესაქმის თქვა პირველ სტადიებზე ჩვენ უნდა ყოფილიყავით თუ არა ასეთნი თუ უბრალოდ უხეშად რო თქვა გავუვარდით ბუნებას ანუ შემთხვევითობანი ვართ და სწორედ ამ შემთხვევითობის ფონზე წყეულობა რეალურად თავისუფლების რეალურად მეორე პასუხისკენ ალბათ უფრო იხრება რომ ჩვენ ვართ რაღაცაზე წყეულები თავისუფლებით რადგან ეს წყეულება და რა თქმა უნდა რაც არის ამავე დროს ჩვენი ცხონება და ჩვენი ასე ვთქვათ გამორჩეულობა ადამიანების ამ თავისუფლებას ჩვენ მივყავართ რაღაც აზრით იმამდე რომ ჩვენი არჩევანი უნდა იყოს ჩვენი არჩევანი ხდება მნიშვნელოვანი ხო ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ასევე არჩევანი ხო არჩევანი იმის გამო რომ ჩვენ რაღაც აზრით ცხოვრებაში ხშირ შემთხვევაში გვიწევს არჩევა არა კარგსა და ცუდს შორის თუმცა კარგი და ცუდი ეგზისტენციალისტებისთვის ძალიან ეს მყიფე ცნებებია არამედ რაღაც პირობითად უხეშად ვთქვათ ორ კარგს შორის ანუ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ უნდა ავირჩიოთ და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ხო შეიძლება ახლა მოგვედა უნდა გითხრან რომ პირობითად იგივე ცხოველიც რაღაც აზრით ამ თავისუფლების კომპონენტებს ატარებს თუმცა კომპონენტები შეიძლება იყოს მაგრამ რაღაც აზრით ადამიანში ეს არის უფრო დიდი დოზით მოცემული რომ შენ შეგიძლია რაღაცა ტიპის არჩევანი გააკეთო და იგივე სარტრი თავის ცნობილ ასე ვთქვათ ცნობილ გამოსვლაში ესე იგი ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია ყვება ამბავს როდესაც ვთქვათ შენ ადამიანი არის არჩევანის წინაშე ვთქვათ დარჩეს ვთქვათ ავადმყოფ დედასთან თუ წავიდეს ჯარში და იმსახურო სამშობლოსთვის იმიტომ რომ რაღაც აზრით ორივე არის ეთიკური ორივე არის და ის არ არის ასე ვთქვათ ცალსახა თუ რა არის სწორი და ეს რაღაცეები არ არის ცალსახა თუ რა არის სწორი ეს არის აი ის რასაც შეიძლება ვიფიქროთ რომ თავისუფლების წყეული მხარეა რომ შენ არიცი რა არის სწორი მაგრამ რაღაცაზით მაინც შენ გიწევს არჩევანი ხო ნუ კიდე სხვებიც გვეუბნებიან რომ კიდე უფრო მეტი ასე ვთქვათ
კიდევ უფრო მეტი სირთულე ადამიანის თავისუფლებისა არის ის, რომ შენ საერთოდ არ იყავი შენს დაბადებაზე პასუხისმგებელი, მაგრამ შენ გიწევს პასუხისმგებლობა შენ ქმედებებზე, ხო? ანუ მე არავის უკითხავს, ხო, ჩემთვის, რომ მე უნდა დავბადებულიყავი თუ არა და საერთოდაც ჩვენ დაბადების, თქვათ, ესე იგი, დაბადება ძალიან ესეთი ალბათური რაღაც ნაკლებ ალბათურია, ხო, რომ კონკრეტულად ამ სახით უნდა დავბადებულიყავით, მაგრამ აი ესეთი ტიპის შემთხვევითობები ის რომ რაღაც ანუ არასიმყარეებისთვის ანუ ცხოვრების რაღაც არასიმყარეებისთვის თვალის გასწორების ფილოსოფია არის ეგზისტენციალიზმი თუ რამე არის ხო პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის კულტურა ჩვენი ასე ვთქვათ ყოველდღიურობა გვაფიქრებინებს რომ აი რაც დღეს არის ეს არის ის როგორც უნდა ყოფილიყო მაგრამ ეგზისტენციალისტები გვეუბნებიან რომ არა ეს ასე არ არის. ეს არის შემთხვევითობა, ეს არის რაღაც კულტურული ნორმები. Უნდას არნიშნავს, რომ ჩვენ ახლა კულტურული ნორმები უნდა პირობითად გადავაგდოთ და რაღაც შიშველ ცხოველურობაში დავბრუნდეთ. არამედ იმას, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ აი ამ ნორმების რაღაცნაირი რელატიურობა, რომ პირობითად მაგალითად უხეშად ვთქვათ, ამერიკელი თავისებურია და ვთქვათ ქართველი თავისებურია, რომ ვთქვათ სერბი თავისებურია და ვთქვათ პირობითად ჩინელიც თავისებურია და ის რომ რაღაცას ვიღაცა განსხვავებულად აკეთებს ეს არ არის ვთქვათ აბსოლუტური, ანუ შენი ქმედება არ არის აბსოლუტური. თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი ხედვა, რომელსაც შეიძლება შევეკამათოთ, ხო? მეექვსე პუნქტი ეს შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ თუ რატომ არის ამდენი ფილოსოფია და უკვე ეგზისტენციალიზმის რომ ვთქვათ, რატომ არის ვთქვათ კვლევისა და ცოდნის განვითარებადი ბუნება და აქ ნუ კიდევ ერთხელ დასაწყისში ნაწილობრივ ახსენეთ, ეს არის კიდევ და კიდევ ადამიანის ამ მოდერნულობის ეგზისტენციალიზმი მაინც არის პასუხი ამ რაციონალისტურ თქვათ განმანათლებლობაზე, პასუხი რაღაც იმ სიმშრალეზე, რომლისკენაც რაღაცა აზრით ამ დიდმა ისტორიულმა მანქანამ აიღო თავისი სულაგეზი და რომლის საწინააღმდეგოთაც ცდილობს ეგზისტენციალისტი გამოაფხიზლოს ადამიანი, რომ არ დავშრეთ, არ გავხდეთ ტექნოლოგიების ტყვე და რაღაცა ტიპის შინაგანი სიმყარეები მოძებნოთ იქ, სადაც ამის მოძებნა არც ისე მარტივია. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეგზისტენციალისტი არ გიშვებს, ყოველ შემთხვევაში ცდილობს არ გაგიშვას თქვათ რაღაც სრულ ნიჰილიზმში და ის ხვდება რომ რაღაცა ტიპის ნიჰილიზმი არსებობს, რაღაცა ტიპის ნიჰილიზმი ამოკითხვადია ჩვენს არსებობაში, მაგრამ ცდილობს რომ ამაზე პასუხი მოძებნოს და თქვას რომ რაღაცა ტიპის სიმყარეები ჩვენ შეგვიძლია მაინც მივაგნოთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ეს სიმყარეები არის მაინც რაღაცა მაორიენტირებელი და არ უნდა ვთქვათ რომ სხვა ვინც მოძებნის განსხვავებულ სიმყარეებს ეს რაღაც ცუდია ვთქვათ. თუმცა ესეც პრობლემურია და მე უკვე შემდეგ ლექციებში ალბათ უფრო მეტად გავშლით. ნუ პირობითად კიდევ უფრო მარტივად რო ვთქვათ, ინჟინერმა არ უნდა დაამონათოს ვთქვათ ჟურნალისტი, რომ ინჟინრობა უფრო მაგარია. ალბათ, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია და ალბათ ამისი ბანალურად ქცევას უნდა დავანებოთ თავი. და აი ბოლო კრიტერიუმი რაც ჩვენ თქვით, ეს იყო სამყაროსა და ადამიანური გამოცდილების მრავალფეროვნება. კიდევ ერთხელ ეს იყო კრიტერიუმი, რომელიც ვთქვათ განსაზღვრავდა თუ რატომ არის ამდენი ფილოსოფია. ხო, ამდენი ფილოსოფია არის იმიტომ ჩვენ ვახსენეთ, რომ არის სამყარო არის მრავალფეროვანი, უკვე ფილოსოფოსი თავისი ვთქვათ ბექგრაუნდიდან გამომდინარე, თავისი გენეალოგიიდან, თავისი ვთქვათ ინდივიდუალური მონაცემებიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, ახდენს უკვე რაღაცა ტიპის სელექციას თუ რაზე გააკეთოს ფილოსოფიური მახვილი, რაზე დასვას ფილოსოფიური მახვილი და ასე ვთქვათ როგორ ააგოს შემდეგ თავისი ხედვა ფილოსოფიური, ხო? მაგრამ ეს მეშვიდე კომპონენტი ჩემი აზრით არის რაღაცნაირად უფრო გამსჭვალავი მთელი ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის გამსჭვალავი გახლავთ ეს იმიტომ რომ საკუთრივ ეგზისტენციალისტები საუბრობენ იმაზე რომ აი ეს მრავალფეროვნება, ეს პლურალიზმი, რასაც უკვე შემდეგ რაღაც აზრით პოლიტიკური აზრი ამ ტერმინად თარგმნის, არის რაღაცა ტიპის ჩვენი სამყაროს ფუნდამენტური შემადგენელი. ანუ ეგზისტენციალისტები ცდილობენ ონტოლოგიური სიღრმეებიდან ამოიკითხონ მთელი რიგი მომენტები. ანუ ონტოლოგია ეს გავიხსენოთ რომ არის ესე იგი
ონტოლოგია ეს არის მოძღვრება ყოფიერების თუ არსებულის შესახებ, ეს კიდე საკითხავია, რომელი, ანუ რაღაცა სიღრმისეულის შესახებ. ანუ ის რომ მაგალითად არსებობს ერთი, ანუ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ არის ერთი და არის მრავალი. და ეს ერთი რაღაცნაირად უფრო ცოტაა ვიდრე მრავალი. ეხლა ეს შეიძლება ვიფიქროთ, რომ არის რაღაცა ტიპის ბანალურობა, მაგრამ სინამდვილეში აი ამ ერთის და მრავლის, აი ამ ჩვენი არსებობა არის ერთი. ანუ ჩვენ ვართ ერთნი, ხო? ანუ რაღაც ჩვენი არსებობის უნიკალურობა არ არის თქვათ კონკრეტული არსების, კონკრეტული ფილოსოფოსების მოგონება. ანუ ეგზისტენციალისტებმა უბრალოდ ჩავარდნენ კრიზისში და კი არ აღმოაჩინეს, რომ შეიძლება მართლა ესე მოხდა, მაგრამ კი აღმოაჩინეს, მაგრამ ამ აღმოჩენას, რომ ჩვენ რაღაცა უნიკალურები ვართ, რაღაც საფუძველი, უფრო სიღრმისეული საფუძველი უდევს. და ეს სიღრმისეული საფუძველი არის აი ის სწორედ ცოტა რიცხვით ფორმალური, მაგრამ განაწილება იმისა, რომ არის ერთი და არის მრავალი. და რომ ამ ჩვენ არ ვარსებობთ როგორც ორი არსება. აი ეს ერთის შეხედვით ბანალური ფაქტი, რომ ახლა გასაგებია, რომ ხო ახლა ორი ხო არ ვარ და ასე შემდეგ, ეს არის ის, რაზეც ეგზისტენციალიზმი ეფუძნება თავისი არსით და რასაც ის ცდილობს, რომ თქვათ ესე რასაც დაეყროს და აი სწორედ ამ უნიკალურობას, ანუ ადამიანის შინაგანობის უნიკალურობას დაეფუძნოს. ხო, ესეთი ამბავია. ახლა ჩვენ თანდათან ვეცადოთ უკვე მეტ კონკრეტიკაში შევიდეთ, თუმცა ვფიქრობ არც ამ ხრივ დავაკელით. ეს არის Soren Kierkegaard, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოაზროვნე გახლავთ, როგორც ვახსენეთ, ეს არის ეგზისტენციალიზმის მამად წოდებული და როგორც ბევრ ეგზისტენციალისტებს ხშირ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული daddy issues, ანუ მამასთან დაკავშირებული მომენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მათ ცხოვრებაში. კირკეგორის ცხოვრება არის ძალიან რთული და ის 42 წლის ასაკში ზუსტად მახსოვს გარდაიცვალა. ის წერდა ბევრს და იყო ძალიან შემოქმედებითა მდიდარი და როგორც ვთქვით, ეს დანიელი ფილოსოფოსი გახლავთ რაღაცნაირად ეგზისტენციალიზმის ამ თემების გამშლელი, თუმცა მას იმის მიუხედავად, რომ ის კონკრეტულად გადაწყვეტს, თქვათ უფრო რელიგიურ თეისტური კუთხით, ის მაინც წამოწევს იმ თემატიკას, ასაც უკვე თქვათ შედარებით არათეისტური და უფრო თქვათ ათეისტურიან, ათეისტთან ახლოს ყოფი ფილოსოფოსები გადაწყვეტენ, ხო? ანუ კირკეგორისთვის არის კირკეგორის ცხოვრება იყო მეტად რთული და კირკეგორის ცხოვრება განსაზღვრავს მის ფილოსოფიას, ხო? ხშირად ფილოსოფოსებს ახასიათებს ასეთი მანკიერება, რომ ისინი ცდილობენ რაღაცნაირად თავისი ფილოსოფიის დისტანცირება მოახდინონ საკუთარი ფილოსოფიისგან. ხო, რაც ფილოსოფიის შემთხვევაში ალბათ უფრო არის არაკეთილსინდისიერება, ვიდრე თქვათ მეცნიერის შემთხვევაში, იმიტომ რომ მეცნიერი შეიძლება თავისმა რაღაც პიროვნულმა გამოცდილებებმა მიიყვანა, თქვათ იქამდე, რომ ის გამხდარიყო პირობითად ფიზიკოსი ან ქიმიკოსი ან ასე შემდეგ. მაგრამ გასაგებია, რომ იმ კვლევის სფეროში ახლა პირობითად ადამიანი, რომელიც თქვათ ბაყაყს იკვლევს პირობითად ან რაღაც ბაქტერიას, ხო იქ თავის რაღაც ემოციებს და თავის რაღაც ეგზისტენციალისტურ გამოცდილებებს იმდენად ვერ ჩადებს, როგორც თქვათ ამის შესაძლებლობას ფილოსოფია იძლევა. ხო და ეგზისტენციალისტების შემთხვევაში ეს ყველაზე მეტად ჩანს, რომ მათი პირადი ცხოვრება და მათი ასე ვთქვათ, მათი პირადი ცხოვრება არის ხშირად განსაზღვრელი მათი ფილოსოფიისა და ეს ჩემი აზრით ალბათ ყველაზე მეტად ჩანს კირკეგორის ფილოსოფიაში. და კირკეგორის შემთხვევაში უფრო სწორად, ხო? აი მაგალითად ის მას უყვარდა ესეთი ქალბატონი რეგინა ოლსენი და იყო ასე რომ სიგიჟემდე შეყვარებული მასზე, თუმცა მან გადაწყვიტა მასთან დაშორება იმის გამო, რომ მიიჩნია, რომ ის საკუთრივ იგი არ იყო ღირსი ამ ქალბატონისთვის და იმიტომ რომ ის მას გააუბედურებდა, იმიტომ რომ მისი თქვათ ფილოსოფიური მოწოდება იყო იმდენად ძლიერი, რომ მან ეს არჩევანი გააკეთა. ანუ ის ფაქტი, რომ ეგზისტენციალისტებში ეს არჩევანის მომენტი არის მნიშვნელოვანი, არის მათ შორის გამოწვეული იქიდან, რომ მაგალითად კირკეგორი ოდესღაც თავის გულისწორს დაშორდა, ხო? აი ესეთი რაღაცეებიც ხდება, ხო, ფილოსოფიაში. მეორე მომენტი, რაც მისი ცხოვრებიდან ალბათ განსაზღვრავს იმას, რომ ის იყო გახდა ეგზისტენციალიზმის მამა, არის ის, რომ ის
მისი 4 დედმამიშვილი გარდაიცვალა ადრეულ ასაკში, დაახლოებით 21 წლამდე, ერთი საერთოდ რომელსაც ის ვერ მოეწრო ის 1 წლის ასაკში აღესრულა სამწუხაროდ. Ну ეს გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვიცით რომ მაშინ ახლა არ იყო ეს თქვა ეს მთელი ეს სამედიცინო სიკეთეები რაც ჩვენ გვაქვს და მისთვის აი ეს სიკვდილი რაღაცნაირი გლოვა სასოწარკვეთა იყო მისი ცხოვრების რაღაცნაირი თამდევი ხო თვითონაც მამამისი ამბობდა ესეთ რაღაცას რომ მე ჩემი შეცოდების გამო და ამ შეცოდებაზე ვიტყვი ვიქნები წეული იმით რომ ჩემი ყველა შვილი აღესრულება 31 თუ ზუსტად მახსოვს წლამდე და როდესაც კირკეგორი გახდა 32 წლის მან აღნიშნა დიდი გაკვირვებით რომ მასზე ამ წყევლამ არ იმოქმედა ერთი ძმა ყავდა მას რომელმაც თუ ზუსტად მახსოვს 80 წლამდე იცოცხლა 5 დედმამიშვილი კი როგორც ვთქვით ადრეულ ასაკში გარდაიცვალა ესეთი ამბავი იყო კირკეგორთან და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არის რომ ის რაღაცნაირ მისი მამის როლი იყო მნიშვნელოვანი მამამისი იყო რაღაც აზრით მამამისი ფიქრობდა იმიტომ რომ კირკეგორის დედა იყო თავის დროზე ასე ვთქვათ მოახლე მამამისისა და ვთქვათ მას მასთან ჰქონდა ურთიერთობა მამამის მანამდე სანამ ვთქვათ პირველი ცოლი ყავდა და შემდგომ ამისა ეს კირკეგორის მამა ამაზე მუდამ რეფლექტირებდა და ამბობდა რომ ეს იყო მისი უდიდესი შეცოდება და ვთქვათ რაღაცა მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა თვითგვემა და კირკეგორიც აი ამ თავის ასე ვთქვათ თავისებურ დაბადების ისტორიას ყოველთვის მძაფრ მამოტივირებელ ფაქტორად აქცევდა იმისთვის რომ თქვათ ეწერა ეგზისტენციალისტურ თემების შესახებ. Ну ასევე მისი ხა რო არ გადავიტვირთოთ ამ ბიოგრაფიული მონაცემები და უფრო არსებიძე გადავიდეთ, მნიშვნელოვანი არის კიდევ ის რომ მის ნაწარმოებს ანი, ანუ ეს არჩევანის შესახებ ხო, ერგო გარკვეული წარმატება კოპენჰაგენში, თუმცა მხოლოდ ამ ნაწარმოებს, მაგრამ შემდეგ გარკვეული უთანხმოების გამო კონკრეტულ ჟურნალთან ის აიგდეს აბუჩად და შემდეგ ხდებოდა ისე რომ მას აედევნებოდნენ ხოლმე აბეზარი ბიჭუნები და ესროდნენ ქვებს და ეძახდნენ ასე ვთქვათ ხო ასეთი ტრაგიკული პიროვნება იყო და ხა ყოველთვის ხა მე პირადად და ალბათ სხვებსაც უჩნდება კითხვა რომ აი რატომ არის რომ აი იმიტომ ამ ეს ადამიანები რომლებიც ამ ვთქვათ რაღაც უბედური ასე ვთქვათ და უცნაური და რთული ფონით და ცხოვრებისეული ვითარებიდან ამოდიან რატო უნდა მოусმინო საერთოდ ამის ფილოსოფიას, რატო უნდა წავიკითხო, ხო, ახლა ჩვენ ყოველას ხო არ ხვდა საბედნიერო წილად ასეთი ხვედრი, როგორც კირკეგორს გამომდინარე იქიდან, რომ იგივე კეთილად ხსენებული მეცნიერება და ტექნოლოგიები ასე განვითარდნენ, ხო? მაგრამ საქმე იმაში არის, რომ უკიდურესი და ზღვრული მომენტები ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ხასუს, ხო, ხშირად არის შემთხვევითობის დამსახურება მათ უშლის იმ ჰორიზონტებს, რასაც ჩვენ ბლოკავთ და აი ამ ჰორიზონტების გაშლისას, როგორიც არის სასოწარკვეთილება, ძრწოლა და ასე შემდეგ, ისინი აღმოაჩენენ ერთგვარ ანტიდოტებსაც კი თუ რა შეიძლება, როდესაც რომელიმე ჩვენგანს გვეწევა ასეთი მდგომარეობა და ადამიანს როგორც წესი ეწევა ხოლმე ასეთი მდგომარეობა, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის საწინააღმდეგოდ. ანუ ერთგვარად ის ადამიანების უბედურების შემთხვევაში და ზოგადად ანუ ადამიანად ყოფნის სირთულეზე პასუხგამცემი ფილოსოფოსები არიან ეგზისტენციალისტები, ცხადია ისევე როგორც სხვები, მაგრამ ესენი გამორჩეულად ჩემი აზრით. კირკეგორის ფილოსოფიაზე რა შეიძლება ითქვას, ვთქვით რომ ის იყო ესე იგი გარკვეული აზრით ამ თავის გარემოების პროდუქტი, ის იყო დანიაში იყო ლუთერანული ეკლესია, ის არის ქრისტიანი ფილოსოფოსი, მაგრამ ის ცდილობს რომ რაღაც აზრით ადამიანის შინაგან რწმენა რაღაც აზრით დაიცვას და რაღაც აზრით მოახდინოს მისი ავთენტურობის დადგენა, ხო ის, იმიტომ რომ ვიცით რომ თუმცა ეს შეიძლება ვთქვათ, ხა ვფიქრობ რომ ის ესეც არის ალბათ მაინც ამ ლუთერანული გავლენა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ვთქვათ პროტესტანტული დენომინაციები არის უფრო მეტად იმაზე ორიენტირებული, რომ ვთქვათ ინდივიდს უნდა შეეძლოს უშუალო კავშირის დამყარება აბსოლუტთან, ხო? და ამაზრით შეიძლება ვთქვათ რომ ეს არის ლუთერანიზმის კრიტიკის ფონზე ამ ლუთერანიზმის რაღაც აბსოლუტურობამდე მიყვანა.
ზუსტად სხვათა შორის კირკეგორი უკვე ბოლოს ამ ლუთერანულ ეკლესიასთანაც იყო დაპირისპირებაში და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი რაც არის კირკეგორის ფილოსოფიაში, ეს გახლავთ სამი საფეხური, რომელსაც ის გამოყოფს თავის შემოქმედებაში, ეს გახლავთ ესთეტიკური საფეხური, ეთიკური და რელიგიური საფეხური, ხო? ეს სამი საფეხური არ უნდა ვიფიქროთ, ყველა ადამიანი აუცილებლად გაივლის ან რაღაცა მყარად არის გამიჯნული ერთმანეთისგან, არამედ ის რომ რაღაცაზე ჩვენ რაღაცა ტიპის, ეს რაღაცა პოტენციალობები არის, რომელიც ჩვენს ფსიქოტიპებს თუ ჩვენს ონტოგენეს, ჩვენს ინდივიდუალურ განვითარებას თანსდევს, ხო? ან თან შეიძლება სდევდეს. ეს არის ესთეტიკური საფეხური, ეს არის რაღაც აზრით გარეგანზე დამოკიდებულება. ეს არის დამოკიდებულება, როდესაც შენ ხარ გარეგანით მეტწილად განსაზღვრული, როდესაც შენში შინაგანი ადამიანის გამოკვეთილობა არ არის ჯერ იმ დონეზე, როგორც თქვათ ეთიკური ადამიანის შემთხვევაში. ეს არის ადამიანი რაღაც აზრით ესთეტიკური ადამიანი, ეს არის რაღაცა ტიპის, ასე ვთქვათ, პოტენციური ნიჰილისტი, იმიტომ რომ ის გრძნობს აი ამ სამყაროს რაღაც ნიჰილისტურ ბუნებას და ცდილობს რომ აი ამ ესთეტიკური მშვენიერებასთან წინაყრობით დათრგუნოს ის. მაგრამ კირკეგორის მიხედვით აი ეს გზა, ესთეტიკოსის გზა არის სასოწარკვეთილების გზა. მაგრამ ეს სასოწარკვეთილება ის გვეუბნება რომ არ უნდა დათრგუნოს მან, არამედ უნდა რაღაცაზე მიიყვანოს ბოლომდე, რათა გადავიდეს შემდეგ საფეხურზე და შემდეგი საფეხური არის ეთიკური საფეხური. კიდევ ერთხელ არ უნდა ვიფიქროთ რომ მაგალითად ეს ესთეტი ადამიანი ეთიკურ აქტებს არ ჩადის, არამედ საკუთრივ იმ კომპონენტის გამოკვეთა, თუ აი რა ხდება დომინანტური მოდუსი მისი პიროვნებისა, ხო? შეიძლება ეთიკურობაში, კირკეგორისეული გაგებით ეთიკურობაში მან გაიდგას ფესვი, მაგრამ ცხადია ესთეტიკური მდგენელი კონდეს მას შენარჩუნებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის დაქვემდებარებული უკვე ეთიკურს. ანუ ის მოხსნილია და პირობითად შეიძლება ის ნახატით კბებოდეს, მაგრამ არა იმიტომ რომ თქვათ ეს იყოს მისთვის თქვათ ეგზისტენციალისტურ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. ეს ეთიკური არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესე იგი ამ ეთიკურ ცხოვრებაში ხშირად ის გულისხმობს, აი მაგალითად ასესორი ვილჰელმი, ესეთი პერსონაჟი ყავს, რომელიც საუბრობს აი ამ ბოდიში ოჯახურ ღირებულებებზე, ამ ოჯახურობის კეთილდღეობაზე და ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კირკეგორი დასტერეს თავის არშემდგარ ოჯახს რეგინა ოლსენთან, იმიტომ რომ ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ კირკეგორი საუბრობს, წერს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ფსევდონიმებით და ხშირად აი მაგალითად კლიმაკუსი და ანტიკლიმაკუსი, ანუ საპირისპირო უკვე შეერთნაწარმოებს ერთი სახელი წერს, მეორეს მეორეთი და სხვათა შორის ამაში უკვე შემდეგ ფრიდრიხ ნიშე იტყვის რომ ასე ადამიანი ეს არის რაღაც ანსამბლი საკუთარი იმპულსებისა, ხო? აი მაგალითად ჩვენ ცხოვრებაში ვიტყვით რომ აი ეს ადამიანი რომელიც მაგალითად შედიოდა სუპერმარკეტში პირობითად და როდესაც ხედავდა საწყალ ძაღლს ის რა ვიცი პურს უყიდა და დაუგდებდა და როგორ შეძლოდა ამა თქვათ ჩაიდინა პირობითად ვამბობთ ხადია მკვლელობის აქტი, როგორ შეიძლება ეს ერთი და იგივე ადამიანი იყოს და ნიშე და კირკეგორიც გვეტყოდა რომ აქ არაფერი არ არის გასაკვირი. ეს ადამიანი ეს არის პლურალიზმი, ადამიანი ეს არის სხვადასხვა იმპულსების, სხვადასხვა ასე ვთქვათ, სხვადასხვა მისწრაფებების მრავალფეროვნება და სწორედ რამდენად მოახდენ შენ ამის ჰარმონიზაცია შენ თავში. ეს არის უკვე ის თუ რამდენად შენ იქნები ავთენტური შენ თავთან და თუმცა ნიშე და კირკეგორიც ხადია ამ შეკვრის და ამ ავთენტურად ქცევის სხვადასხვა გზებს გვთავაზობენ, თუმცა ამაზე უკვე შემდეგ ვისაუბროთ. ჩვენ ხო, ანუ ეს ესთეტიკური საფეხური, ეთიკური საფეხური, ეს არის კირკეგორთან რაღაცაზე მნიშვნელოვანი მომენტი, თუმცა არის ასევე შემდეგი და უმაღლესი საფეხური, ეს არის რელიგიური საფეხური. რელიგიური ეთიკურს კირკეგორი ადრეულ ნაშრომებში უფრო მეტად განიხილავს დადებით ჭრილში, რომ აი როგორც დამძლევი იმ ესთეტიკურისა, ანუ რეალურად როდესაც საუბრობს ეთიკურობაზე, ხო, ის საუბრობს რაღაც ქრისტიანულ ეთიკაზე, ხო, ამიტომ ქრისტიანობის წვლილი არის ის, რომ ის რაღაც აზრით შინაგან ადამიანს გამოყოფს. აი მაგალითად ის ამბობს, რომ კირკეგორი ამბობს, რომ
კირკეგორი ამბობს, რომ პაგანიზმი ეს თქვათ წინა ქრისტიანული ეპოქაში არ არის გამიჯნული კეთილი და ბოროტი, ხო? ქრისტიანობა ახდენს ამის გამიჯვნას. იქ არ არის თქვათ ესეთი მკვეთრი გამყოფი ხაზები, ხო? ანუ იქ არ არის შინაგანი ადამიანი ერთი სიტყვით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ არ იყო კულტურა, ხო? იგივე ახლა პლატონი და არისტოტელეზე ცხადია ვერ ვიტყვით, რომ თქვათ ისინი არ იყვნენ კულტურა, იმიტომ რომ თვითონ ამათი შექმნილია კულტურა, ხო, საერთოდ. და სხვა თუმცა ქრისტიანული პერსპექტივა შემოგვედავებოდა, რომ პლატონს წინა ქრისტიანელ ქრისტიანს უწოდებდა, მაგრამ ეს კიდე ცალკე საკითხია. ანუ ერთი სიტყვით კირკეგორი ამბობს, რომ აი სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნა არის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ეს რაც ქრისტიანობამ შეძლო და რაც თქვათ ქრისტიანობის მნიშვნელოვანი მომენტია. ანუ წინა ქრისტიანობას თქვა წარმართულ კულტურაში არის ეს ცოდვი დაცემა, მსგავსი მომენტები არ არის წინა პლანზე წამოსული, სხეული და სული, ასე ვთქვათ, თუ ეს ორი ცხადია და რთული საკითხია, მაგრამ სხეული და სულის ჰარმონია არის, ხოლო აი რელიგიურ საფეხურზე, ესე იგი ეს ქრისტიანობა აცნობიერებს ამის დისჰარმონიას, იმიტომ რომ იზრდება შინაგანი ადამიანი რაღაც აზრით. კირკეგორი ამბობს, რომ თანდათანობით, ანუ ეს ცოდვის დაცემად ის მიიჩნევს, რომ რაღაც ცოდვის დაცემის დიალექტიკას გვთავაზობთ, რომ რაოდენობრივად წარმართობა აგროვებს იმას, რომ ჩვენ პირობითად აი ამ გადავიდეთ და გავიაზროთ ეს თქვათ რაღაც ცოდვის დაცემულობა და აი ამ გააზრებაში ჩანს ის, რომ ჩვენ ანუ შინაგანი ადამიანის გამოზრდა ხდება აი ამ თანდათანობით, ანუ წარმართობის რაღაც ფიალაში წვეთწვეთობი და უკვე შემდეგ გარდმოედინება ის როგორც რაღაც უკვე ქრისტიანული ეთიკა, ხო? სხვათა შორის აი აქ საუბრობს ასევე ის, რომ აი ორ ასე ვთქვათ ფსიქოსექსუალურ ტიპზე ეს არის ეროსი და დონჟუანი, ხო? ეროსი, როგორც ასე ვთქვათ ამ ანტიკურობის და უფრო წარმართულობის რაღაც ღვთაებრივი უპიროვნო კოსმიური ძალა და მეორე მხრივ დონჟუანი, გაპიროვნებული, ეშმაკური, მაცდური, ხორციელი, ამ ხორციელი სურვილის მატარებელი, აი ეს კონტრასტიც რომელიც ხადია უკვე გაკეცხული არის რელიგიური თვალსაზრისით, ეს კონტრასტიც აჩვენებს იმ დისჰარმონიას ერთის რაც არსებობდა ამ თქვა წარმართულობის დროს, თუმცა ეს ჰარმონია რამდენად იყო ჰარმონიული ეს კიდე შეიძლება ცალკე საკითხავია და იმ დისჰარმონიას შორის რომელიც თქვა კირკეგორი მიიჩნევს, რომ რომელსაც თანაც საქმე აქვს უკვე რელიგიურ საფეხურს. ანუ ერთი სიტყვით რო ვთქვათ, ეთიკურისა და ესთეტიკურის დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი. ანუ კიდევ ერთხელ ესე იგი სასოწარკვეთილ ესთეტიკოსი მიდის უკვე ამ ეთიკურ საფეხურამდე. მაგრამ რა ხდება გვიანდელ კირკეგორთან, თუმცა ეთიკური საფეხურიც იღებს რაღაც უფრო კნინობით მომენტს, რადგან მის უნდა მოხდეს ასე ვთქვათ ეთიკურის ტელეოლოგიური დაძლევა, როგორც ის ამას უწოდებს თავის წიგნში შიში და თრთოლვა. ეს გულისხმობს რას? ძალიან საინტერესო პასაჟი მოყავს ამ თავის ნაწარმოებში შიში და თრთოლვა. ის საუბრობს ასე ვთქვათ აბრაამზე, რომელიც ცხოვრობს შეიძლება ეთიკურად, მაგრამ მისი დიდი ხნის ნანატრის შვილს, როდესაც ვთქვათ ღვთაებრივი ხმა ამას ეუბნება, ის მზად არის რომ გადალახოს აი ეს ეთიკური ნორმა, რომ შვილის ვთქვათ სამსხვერპლოზე გაღება რაღაც აზრით არაეთიკურია დამეთანხმებით, ხო? ტელეოლოგიურ დაძლევა რო დავაზუსტოთ, რას ნიშნავს? ტელეოლოგია ეს არის მოძღვრება მიზნობრიობის შესახებ, ხო? ანუ და ნიშნავს რომ შენ შეიძლება ცხოვრობდე რაღაცა ეთიკურობაში, ხო? ეთიკურობაში, მაგრამ არსებობს რაღაცა უფრო ეგზისტენციალისტურად უფრო მეტად წავიკითხავთ, არსებობს რაღაცა უფრო მაღალი მიზანი, რასაც ღვთაებრივი მიზანი შეიძლება რელიგიურად დაეძახოს, ეწოდოს, რომლის გამოც მოხდება ამ ეთიკურის გადალახვა. აი ეს არის მნიშვნელოვანი და კირკეგორი ამ პასაჟში, ამ საკმაოდ ხანგრძლივ პასაჟში შიში და თრთოლვისა საუბრობს, ესე იგი იმაზე, რომ აი ეს აბრაამი არის აი ამ ერთგვარი წმენის რაინდი, რომელიც ახორციელებს ამ წმენით ნახტომს, იმიტომ რომ ეს ესე ნანატრის შვილი, როდესაც მას თქვათ ღმერთი თქვათ ამას მოუწოდებს, როგორც ბიბლიურ გადმოცემაშია, ის მზად არის წავიდეს ამაზე და კირკეგორი ხას უსვავს ამ ბიბლიური პასაჟის დრამატულობას, რომ
ანუ ეს არ იყო რაღაც წამიერი აქტი, რომ აი უცბად ჩაესმა და უცბად თქვა აპირებდა მსხვერპლ შეწირვას, რომ მან ახკაზმა სახედარი, ხო? მოაგროვა შეშა, გაიაზრა, მიდიოდა მთელი დღეები, ხო, სადაც უნდა ამას ეს მოეხდინა მსხვერპლ შეწირვა, ანუ ის ფაქტი, რომ ის ამას აცნობიერებდა და ის რაღაც ხანგრძლივადიანო პერსპექტივაში მოხდა, აჩვენებს იმას, ამბობს კიერკეგორი, რომ რაღაც აზრით რელიგიურობა, ნამდვილი ავთენტური რელიგიურობა, აი ამ რაღაც წმენითი ნახტომი არის მისი გამოსავალი, ხო? ანუ ეთიკურობა შეიძლება ეს ქრისტიანობის, ასე ვთქვათ, ქრისტიანობის ავთენტური ამონკითხავის იყოს კიერკეგორი, რომ ეს რაღაც არა ნორმების მშრალი შესრულება, არამედ რაღაცა წმენითი უფრო მაღალი და წმენითი გაგება და ამ ნორმებზე ამაღლება შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ხო? ანუ ერთი სიტყვით ესე იგი ა ブラ ამისა და ესე იგი ისააკის ამბავი არის კიერკეგორისთვის, რომ ხდება ეთიკურის ტელეოლოგიური, ანუ უფრო მაღალმიზნობრივი დაძლევა. ის ამბობს, რომ ესე იგი ეთიკური ჩვენ ანუ ორი ტიპის რაინდს გამოყოფს. ანუ ერთი არის, რომელიც ასე ვთქვათ, გამოეყოფა საზოგადოებას, ასე ვთქვათ, რომელიც დისტანცირდება საზოგადოებისგან, მაგრამ ვერ აკეთებს წმენით ნახტომს. და აი ა ブラ ამი კი მისი აზრით არის ის, ვინც აკეთებს ამ ნახტომს და ვისაც შეუძლია, ასე ვთქვათ, თქვას რომ და ის ანუ ის მხოლოდ პირველ კომპონენტზე ჩერდებიან ხოლმეო, ამბობს ის, ხო? აი იგივე ხა ილია ჭავჭავაძის განდეგილით შეიძლება რაღაც ამას ნიშნავდეს, თუმცა იქ კიდე სხვა ამბები ხდება, ხო ვიცით. ხო, ერთგვარად ეს ერთგვარად საუბრობს აი ქრისტიანობაა და რელიგიურობაა და რელიგიურობა ბეზე, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ გარკვეული აზრით რელიგიურობა, როგორც რელიგიურობა არის რაღაცა თითქოს უფრო მეტად აი ამ რწმენის ნახტომამდელი გაგება რელიგიურობის, ხო? როდესაც შენ ანუ ეს აბსურდულობა ერთი სიტყვით, ხო, რომ ახლა თუ ასე ვთქვათ, როგორც ბიბლიური პარადიგმა ამბობს, ხო, რომ ღმერთი არის ის, ვინც და არის ვთქვათ, ჩემი ეთიკურობის საფუძველმდებელი და ისვე მთხოვს ამ ეთიკურობის დარღვევას, რა ვქნა მე, ანუ რომელს დავუჯერო, როდესაც ვთქვათ, აი ეს ეთიკურობა, ვთქვათ, ღვთაებრივად არის დადგენილი, თუ ის ღვთაებრივ ხმას, რომელიც მეუბნება, რომ ჩემი რწმენის განმტკიცებისთვის მე ჩემი შვილი სამსხვერპლოს უნდა გავიტანო, ხო? აი ეს კიდევ ერთხელ ვთქვათ, არჩევანი, აი ახაც ისე ხას უსვამ, არჩევანი უკვე როგორც არჩევანი, რომელიც აი ამ რაღაცა ტიპის აბსურდულობის წინაშე გაყენებს, ხო? ერთი სიტყვით, ერთი შეხედვით, ხო? რატომ უნდა გეუბნებოდეს ამას თუ მას უყვარხარ, ხო? პირობითად ისე ბიბლიური პარადიგმიდან რომ ვთქვათ. ერთი სიტყვით კიერკეგორი საუბრობს აი ამ მნიშვნელოვან ასპექტებზე და ბოლოსკენო წავიდეთ, ცხადია და შევაჯამოთ ჩვენი ლექცია და მე სიამოვნებით თუ გაქვთ კითხვები, ვეცდები უპასუხო მათ. კიერკეგორის ფილოსოფია არის ეგზისტენციალიზმის, ასე ვთქვათ, საფუძველდამდები, როგორც დიალექტიკურ დაპირისპირებაში შესული რაღაც იმ ფილოსოფიურ სისტემებთან, რომლებიც უფრო მეტად ანუ ობიექტურობას უსვავდნენ ხაზს და რომელშიც უფრო მეტად ამოკითხვადი იყო ის, რომ ინდივიდი, შინაგანი ადამიანი შეიძლება დაჩაგრულიყო. თუმცა შეიძლება მეორეს მხრივ რაღაცა ტიპის კრიტიკულად ვიყოთ კიერკეგორისადმი და ვთქვათ რელიგიურობის სრულ რელიგიურობას ის მხოლოდ მაგალითად ა ブラ ამს მიაწერს და თითქოს აი ჩვეულებრივ ადამიანს მას თითქოს არ უტოვებს არჩევას. შეიძლება ეს იყოს ერთი წაკითხვა. აი ამ ვთქვათ კიერკეგორის ვთქვათ განაზრებისა. ასევე ისიც რომ ხშირად კიერკეგორი მიუხედავად იმის რომ ის ჰეგელს ებრძვის, ჰეგელის თავს დიალექტიკოს უწოდებს, თუმცა აი სინთეზის მომენტი, რაც ვთქვათ ჰეგელთან ამ ისტორიულ დიდ პარადიგმაში, ამ ისტორიული გონის, ისტორიულ მოგზაურობაში ჩანს, კიერკეგორთან მაინც გათიშული რჩება საბოლოოდ, იმიტომ რომ ის მიდის აი სასოწარკვეთილება მისი ფილოსოფიით თითქოს უკვე ბოლოს მაინც არ არის გადალახული, იმიტომ რომ ის ძალიან ალბათ აპელირებს აი ინდივიდის შინაგანობაზე და ცდილობს რომ
ინდივიდის შინაგანობიდან გააერთიანოს ინდივიდი და მთელი, მაგრამ ბოლოს გამოდის, რომ მხოლოდ ცალკეულ, თქვათ, დიდ რელიგიურ ფიგურებს შეუძლიათ ამის გაკეთება და არა ჩვეულებრივ ადამიანებს, თუმცა ის როგორც ვთქვათ, ლუთერანულ ეკლესიას, ლუთერანულ ტრადიციაზე აღზრდილი, მაგრამ ამასთან მებრძოლი, ცდილობს, რომ მაინც ინდივიდისა და ღმერთის თუ აბსოლუტის მიმართება წამოიყვანოს წინა პლანზე. ერთი სიტყვით ესეთი ამბავია ეგზისტენციალიზმის შესახებ და კირკეგორის შესახებ. დიდი მადლობა მოთმინებისთვის და ყურადღებისთვის და ველი თქვენს შეკითხვებს. თუ გვაქვს შეკითხვები თუ არა და ბატონო? დიახ. დიახ. კი, კარგი შეკითხვა. თუ ერთი წინადადებით ვუპასუხებთ არის რომ ერთმანეთზე ახდენენ გავლენას, თუ უფრო გძლად ვიტყვით, უნდა ვთქვათ შემდეგი. მთელი რიგი ფილოსოფიები ჩვენ ვისაუბრეთ ხო ფილოსოფიის მრავალფეროვნებაზე, მთელი რიგი ფილოსოფიები არ არიან როგორც ვთქვათ ეს პირობითად მჭმუნვარების ფილოსოფიები ხო როგორც შეიძლება ვიღაცებმა ეგზისტენციალიზმი მიიჩნიონ. არამედ არიან ვთქვათ პროგრესის ფილოსოფიები, რომლებიც გვეუბნება რომ კი, მიდი ტექნიკა, მატერია, ბუნების დაპყრობა, ხო იგივე ხა მაგალითად ამერიკული პრაგმატიზმი და მაგალითად მარქსიზმი უფრო მეტად არის ხადია პროგრესისტული და ოპტიმისტური ფილოსოფია, ხო, რომელიც გეუბნება რომ ისტორიულ პრაქტიკაში უნდა შევძლოთ. ნუ გასაგებია რომ სხვადასხვანაირად, მაგრამ მაინც ანუ ის ფაქტი რომ ჩვენ ვთქვით რომ ფილოსოფია სხვადასხვანაირია. ერთი ტიპის ფილოსოფია კი, რა თქმა უნდა, ამას გავლენას ახდენს, თუმცა ის მატერიალურ ტექნიკური ცვლილებები არის წყარო, მაგრამ შეიძლება ესე ხატოვნად რომ ვთქვათ, ერთგვარი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ნაკადები, პატარა ნაკადები სჭირდება დიდი შემაერთებელი, ერთგვარი კაშხალი, რომელიც შემდეგ ამას რაღაც მთლიანობითა და დიდი მიმართულებით მიმართავს და ეს კაშხალი არის სწორედ ფილოსოფია ჩემი აზრით.